საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რუსულ-ქართული ურთიერთობები, ასევე ჩიკაგოს მომავალი სამიტი იყო ის მთავარი თემები, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტმა იმ შედეგებზეც ისაუბრა, რასაც საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია და რის გამოც ის არაერთი ქვეყნისათვის სამაგალითო გახდა. ნატოს ჩიკაგოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს არაერთ გზის დაამტკიცა, რომ ის შეერთებული შტატების სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. დროა შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ დააფიქსიროს მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ, რადგან ამ ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ავღანეთში ამ დროისათვის 1000 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, 2000 ჯარისკაცი კი ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია გრძელდება, რის გამოც ამერიკის ადმინისტრაციამ ჩიკაგოში მოკავშირეებთან ერთად მუშაობა უნდა გააქტიუროს, რათა ალიანსში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა, რაც შეიძლება მალე იქნას უზრუნველყოფილი. საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოსკენ მისწრაფება ასევე მყარად არის მხარდაჭერილი წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციაში, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, დევნილების მდგომარეობასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეა საუბარი. კონგრესი რუსეთს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდებს. ამერიკის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, არამედ ნაწილში გაწევრიანებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის პირდაპირ გზავნილი არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისათვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსათვის, რომ ამერიკის კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს ნაწილში გაწევრიანებას და არა ოდესღაც, არამედ რაც შეიძლება მალე.